ამ წუთებში ვიმყოფებით ღვინის აღმაგზე, ღვთისმშობლის შობის მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან. პროევროპული დემონსტრაციები უკვე მე-40 დღეა იმართება საქართველოს მასშტაბით და პროტესტის მთავარი კერა ბუნებრივია არის დედაქალაქი თბილისი, სადაც უწყვეტი პროტესტი გრძელდება და ამ დღეების განმავლობაში მოქალაქეები სხვადასხვა საპროტესტო მარშს მართავენ, რომელთა შორისაც არიან სხვა საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც ერთი საერთო რამ აერთიანებთ, ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი და თავისუფლება და დემოკრატიული განვითარება საქართველოში. დღეს პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი წლის საპროტესტო ღამის შემდგომ უკვე შეხვდნენ შობის დღესასწაულსაც. დღეს მართლმადიდებლური სამყაროს ცირე ნაწილი აღნიშნავს შობის დღესასწაულს, რომელთა შორისაც არის საქართველო და ამ დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისის მთავარი ტაძრების ტერიტორიებიდან აქციის მონაწილეები ეცდებიან, რომ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე. ეს ტაძრები არის, მოგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარი ტერიტორია, ასევე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, წმინდა კვირიკეს და ივლიტას სამრევლო და ვაკის ეკლესია, გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. აქციის მონაწილეების მოთხოვნები ასევე არის შობის ღამესაც უცვლელი, ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან გარემოში და იმ მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს გასული დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციებზე. 50-ზე მეტი მოქალაქე ჯერ კიდევ რჩება საპატიმრო დაწესებულებებში და მათ წინააღმდეგ აღძრული არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საქმეები, სხვადასხვა ბრალდებით არიან დაკავებულნი მოქალაქეები. მათ ისინი დააკავეს უშუალოდ საპროტესტო აქციების დაშლისას, ნაწილი კი დაკავებული არის უკვე საპროტესტო აქციების შემდგომ, როცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი ნაწილი დააკავეს მაშინ, როდესაც ისინი სრუტად მშვიდობიანად მიემართებოდნენ საცხოვრებელი სახლებისკენ და როგორც გითხარით, 50-ზე მეტია შინაგანსა სამინისტროს ინფორმაციით ამ პირთა რაოდენობა, ვისი პროცესებიც სასამართლო დარბაზებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რაც შეეხება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, გარდა იმისა, რომ ეს მოთხოვნა 28 ნოემბრიდანაც აქტიურად ისმის პროევროპულ დემონსტრაციებზე, ეს მოთხოვნა მოქალაქეებს ფაქტობრივად აქვთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რადგან მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და რეალური ციფრები, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა 2024 წლის 26 ოქტომბერს, არის არარეალისტური. ამიტომაც მათი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც არის სწორედ ეს. უშუალოდ ეს აქციები ათვლის წერტილად, რომლებიც ითვლება 28 ნოემბრიდან და პროტესტის მე-40 დღე არის უკვე, შეეხება ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეწყვიტოს საქართველოს და ევროკავშირის შორის ნებისმიერი სახის მოლაპარაკება 2028 წლის ბოლომდე. უკვე აი ამან გამოიწვია მოქალაქეთა მასშტაბური პროტესტი, რომელიც როგორც უკვე გითხარით, მე-40 დღეა არ წყდება. მე შევეცდები, რომ აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებსაც გავესაუბრო და ვკითხო მათ აზრი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ვიმყოფებით ახლა ერთ-ერთ აქციის მონაწილესთან და გადავინაცვლეთ მასთან კითხვით. საღამოშტობისა, მოგესალმებით. შობის ღამესაც აქციის მონაწილეები ცდილობენ, რომ არ შეაჩერონ ეს საპროტესტო მუხტი, რომელიც არსებობს ქვეყანაში და ცდილობენ, რომ ამ ფორმითაც გააგონონ ქართულ ოცნებას თავიანთი პროტესტის ხმა. თქვენი მთავარი სათქმელის შესახებაც რომ გითხრათ, მთავარი მოთხოვნების და ასევე რომ შეაფასოთ აი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაყოვნება, შეჩერება და ევროინტეგრაციის პროცესის დაყოვნება რა შედეგებს მოუტანს საქართველოს და რამთხრა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. პირველ რიგში მთელ საქართველოს და ყველა ჩემს თანამებრძოლს ულოცავ დამდეგშობას, მართლმადიდებლურ დამდეგშობას. როგორც მოგეხსენებათ, ივანიშვილის ნაშისტული კრიმინალურმა რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკება, რამაც საშიშროება შეუქმნა ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალს, ჩვენს პერსპექტივას ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც საშიშროება შეუქმნა. როგორც მოგეხსენებათ, გამოჩნდა ხმება, რომ თითქოს ივანიშვილის რეჟიმი აპირებს ცხინვალის აღიარებას და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და ეგრეთ წოდებული კონფედერაციის შექმნას, რაც ჩვენთვის სასიკვდილო იქნება. ამიტომ ქართულმა ხალხმა და ყველა ჩვენთაგანმა, ვინც დღეს ქუჩაში ვართ გამოსული, ვიბრძვით იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი.
რომ მოვიშოროთ ეს ავაცახსენებელი ივანიშვილის კრიმინალური რაშისტული რეჟიმი და ქვეყანა დადგეს ჩვენს ევროატლანტიკური განვითარების გზას. დიდი მადლობა. ჩვენ ტიპის განცხადებებს ბუნებრივია გასული დღეების განმავლობაში ვისმენდით საპროტესტო აქციებზე. ეს არის პრინციპში ყველა მოქალაქის მთავარი გზავნილი, რომელიც მეორე 20 დღეა თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში იკრიბება. ჩვენ ასევე შეგვიძლია ახლა იმ მოქალაქეთა პოზიციას მოვუსმინოთ, რომლებსაც მანამდე გავისაუბრეთ, უშუალოდ ღვინის აღმართზე მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე მგონი რომ ქართულმა ხალხმა დაამტკიცა და უკვე არაერთხელ დაამტკიცა და მე მგონი საუბარი ზედმეტია იმაზე რომ რაღაცა შეიძლება ეს პროტესტი გააჩეროს ვერც ახალმა წელმა ვერც შობა ვერც საციმო და ვერც სხვა ასე ვთქვათ ფაქტორებმა რომელზეც ძალიან მშვიდად საუბრობდნენ ჩვენი ხელისუფლების არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხი არის ერთიანი და ამ ტალღას უკვე სიმართლე გითხრათ ვერაფერი ვერ გააჩერებს და რაც შეეხება ევროინტეგრაციას და ამ დასავლური კურსის მნიშვნელობას ჩვენი სახელმწიფოსთვის ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 28 ეს ხალხი აქ იმიტომ დგას რომ 28 ნოემბერს რეალურად სახელმწიფომ ჩვენ წაგვართვა მომავალი პროტესტის მეორე 20 დღესაც დემონსტრაციები საქართველოს მასშტაბი და თბილისშიც არის თვითორგანიზებული. ეს არის ერთიანი სახალხო პროტესტი, რომელსაც არ ყავს ერთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორც ამას აქციის მონაწილეებიც უსვამენ ხაზს და მთელი დღის განმავლობაში გასული დღეების მანძილზე იმართებოდა ეს დემონსტრაციები თბილისისა და საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ დღევანდელი საპროტესტო აქციის დასკვნითი ნაწილი, ესე შეიძლება ითქვას, უკვე რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება. ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაზრული მოქალაქეები მივლენ და იქ ალილოს და სანთლების თანხლებით შეხვდებიან შობის დღესასწაულს, რომელსაც მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი და მათ შორის საქართველოს 7 იანვარს აღნიშნავს.